სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა საინტერესოა, მე მგონი ამაზე არ გაუცია პასუხი, უკვე ჩვენ შეიძლება 800 კითხვამდე უკვე ავედით, თუ მეტი არა და მე არ მახსოვს, რომ ამაზე ბატონ ჯონს გაემახვილებენ ყურადღება. სადღაც საუბრებში აქვს მას ნალაპარაკები, ქადაგებები, როცა და ჩვენ დავდებით სერიალები, მაგრამ კითხვა ყოფილიყო კონკრეტული და ეს ეხება დაბადების წიგნის მეხუთე თავს, სადაც ენოქი, გახსოვთ ხომ, ენოქი, რომელიც ღმერთთან დადიოდა და მერე ღმერთმა წაიყვანა ეს. გახსოვთ ეს ადგილი, საინტერესო ადგილია ძალიან და ბიბლიაში ხლა მე ბატონ ჯონმა არ დაასახელა, მაგრამ მე მეორე ილიაც ვახსენე. მე თვითონ დავწერე იქ ილიაც, როდესაც ბატონი ჯონი ამაზე იწყებს საუბარს. აი ბიბლიაში როგორ წერია ეს ადგილი? გერ 905 წელი შეადარა, გენო იცის ხლა მაჰალა ირადის აბადა მაჰალა იარედმა. აი უსვინეთ ახლა იცოცხლა იარედმა 162 წელი და შვა ენოქი. ესე იგი იარედი არის მამა, ხო? მაჰალაელი შემდეგ იარედი მოდის და შვა ენოქი. ვიდო ენოქში არ შეგვესალოს ენოშიც არის ნახსენების ზევით, ხო? ენოქი. იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ 800 წელი იცოცხლა და შვა ძენი დაასრულა. იარედის დღეებმა სულ 962 წელი შეადგინა და გარდაიცვალა. იცოცხლა ენოქმა 65 წელი და შვა მეთუშალახი. გასულ მეთუშალახი ეს ყველაზე ბრწოვანი ადამიანი ისტორიაში, კაცობრიობის ისტორიაში მიწიერ პლანში არის ლაპარაკი, ხო, 969 წელი. მეთუშალახის დაბადების შემდეგ ენოქი 300 წელი დადიოდა ღმერთთან, ესე იგი 365 წლისა იყო, როდესაც ღმერთი დადიოდა ღმერთთან და შვა ძენი დაასრულა. ენოქის დღეები სულ 365 წელიწადი იყო. ღმერთთან დადიოდა ენოქი და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა აიყვანა იქი. ნახეთ, ზოგმა წაიყვანა, ზოგმა აიყვანა და იცოცხლა მეთუშალახმა 187 წელი და შეეძინა ლამექი. ლამექის შემდეგ იცით ნოე და ეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ. აი ამაზეა ლაპარაკი, ამ ენოქსია ლაპარაკი, ხო? კითხვის ავტორი, გამარჯობა პასტორ ჯონ, მე ჯონი მქვია, მე მაქვს ურთიერთობა მორმონ მეგობართან და ეხლაც მე რომ მოისმეთ მე მორმონებს, ეგეც მინდა დავამატო, როგორ გავს მართლმადიდებლურ და კათოლიკურ დოქტრინას. ეგენი ერთმანეთს გვანან, რომ ნახე ადამიანმა თავისი სრულყოფილებით უნდა მიაღწიოს იმ დონეს, რომ ღმერთმა ის 60-ში წაიყვანოს. აი როგორ გავს ბევრ რაღაცეებში. შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ აი დეტალებში, რომ შენი ძალისხმევით, შენი ესე თქვა სიწმინდით, გესმით და ცდელობებით. ნახეთ როგორი არის ეს დოქტრინა. მე მაქვს ურთიერთობა მორმონ მეგობართან, ჩვენს ერთმანეთს ვესაუბრებით ხოლმე. მან ენოქი ახსენა და ვიცი რომ ისინი ამას კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებს იყენებენ და ავრცელებენ და ახსენა რომ ენოქი სრულყოფილი იყო და სწორედ ამიტომ აიყვანა იგი ღმერთმა. ამიტომ გადავხედეთ თქვენ სასწავლო ბიბლიას, ცოტა შევისწავლეთ და ჯერ კიდევ არა ვარ ნათლად გარკვეული ამ საკითხში. რა იყო ენოქის დანიშნულება და რატომ აიყვანა იგი ღმერთმა? ჯონ მაკარტური. იმიტომ რომ ენოქი მართალი კაცი იყო. ეს ღვთისმოსავი კაცი იყო და უფალმა მას უბრალოდ პირადი ატაცება განაცდევინა. ისევე როგორც ელია წინასწარმეტყველს, ეს მე დავამატე. იმიტომ რომ ბატონ ჯონს რატომღაც არ გაახსენა და მე დავამატე ელია წინასწარმეტყველიც. რაც შეეხება იმას თუ რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი. ფიქრობ ზოგიერთი ადამიანი იტყვის რომ ეს იყო ერთგვარი სურათი, წინასახე, ილუსტრაცია იმისა თუ რა მოხდება მართალთა ატაცების დროს. იცით, როდესაც ღმერთი მათ თავის დიდებას შეკრებს მისი მეორედ მოსვლისას. როდესაც იესო ბრუნდება, წინ ამას უძღვის ატაცება, ქრისტიანების ატაცება. ეს გვიჩვენებს, რომ შეიძლება არსებობდეს გამონაკლისები იმ პრინციპიდან, რომ ყველა კვდება. იცით ხომ, რომ ადამიანს ერთხელ აქ დაბადება, მერე სიკვდილი. მაგრამ აქ არის ილუსტრაცია, რომ ყველა არ კვდება. და ესეთი, როგორც გითხარით, ორი ადამიანი იყო კაცობრიობის ისტორიაში. ენოქი და ელია წინასწარმეტყველი, რომელსაც აიტაცებს ღმერთი და თვითონ ელისე, რომელიც უნდა რომ დაინახოს ეს, გახსოვთ რა მოვა მისი სული რომ გადმოვა მასზე. და ცეცხლოვანი ქარბორბალათი რომ აიტაცებს ღმერთი.
ერთ დღეს ის ღმერთთან ერთად წავიდა და არა იმიტომ რომ ღმერთმა წაიყვანა, ასე რომ როდესაც ღმერთს სურს შეაჩეროს საგანთა ბუნებრივი მიმდინარეობა, მას შეუძლია ჩარევა ამ ბუნებრივ მოვლენებში და ამის გაკეთება. მან მართალი კაცი სამოთხეში აიყვანა. ამ შემთხვევაში მან მართალი კაცი სამოთხეში მიყავს. ელია შემთხვევაში, რომელიც სამოთხეში ავიდა, როგორც ჩანს, სიკვდილის გარეშე და მომავალში ატაცების დროს ის მართლაც დიდებაში იყო წაყვანილი. ნახეთ? აი, აგერ ელიას ახსენა ჯონ მაკარტურაც. იმის თქმა, რომ ენოქი სრულყოფილი იყო იმ გაგებით, რომ ის უცოდველი იყო, ნიშნავს იმის უარყოფას, რასაც ბიბლია ამბობს, რადგან ბიბლია ამბობს, რომ ყველამ შესწოდა, რომ არავინ არ არის მართალი, არც ერთი. საქმე იმაში არ იყო, რომ მისმა უცოდველმა სრულყოფამ ღმერთს საშუალება მისცა, რომ ის სამოთხეში აიყვანა. არამედ ის, რომ მისი ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა დაჯილდოვდა ღმერთისათვის ცნობილი მიზნებისათვის მისი სამოთხეში წაყვანით. მორმონები კი ცდილობენ თქვა, რომ შენ შეგიძლია გახდე ღმერთის მსგავსი. შეგიძლია გახდე იმდენად სრულყოფილი, იმდენად წმინდა და იმდენად მართალი, რომ სამოთხეში გადახვიდა და ეს მათი სრულყოფილების დოქტრინის ნაწილია. ნახეთ ახლა ეს როგორ გავს ბუდიზმს, როგორ გავს ისეთ აღმოსავლურ რელიგიებს, ხო, ინდუიზმს და ყველა ამას. მაგრამ ეს ნამდვილად არ ეხება ენოქს, რადგან ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ბიბლია ასწავლის ყველას ცოდვილობაზე. ის რაც ხორციელისგან იბადება, თქვა იესომ, არის რა? ხორცი. ხორცი დაცემულია და ხორცისაგან შობილი დაცემული პიროვნება იბადება. ენოქი დაცემული ხორცი იყო, რადგან ის ადამისა და ევასგან დაიბადა, რომლებიც დაცემული ხორცები იყვნენ და ხრწნილება ადამიანსა და ევას შევიდა მაშინ იმ დღეს, როდესაც ხის ნაყოფი შეჭამეს და ხრწნილებამ იჩინა თავი. ასე არ არის? და ჩვენ ვიცით, რომ ეს დაიწყო, რადგან მათ იცოდნენ თავიანთი სიშიშვლე, ისინი სირცხულში იყვნენ და სიკვდილის პრინციპი უკვე მოქმედებდა მათში. და როდესაც მათ ენოქი შეეძინათ, მათ შეეძინათ ცოდვილი, რომელიც მათ ბუნებას ატარებდა, რომელიც სიკვდილისაკენ მიემართებოდა და რომელიც ცოდვილი იყო. მაგრამ ის ნოეს მსგავსად, რომელიც შესახებაც ასევე ნათქვამია, რომ ის უმციკლო კაცი იყო, ნათქვამია, რომ ის მართალი კაცი იყო და ის ღმერთთან დადიოდა და ღმერთმა გადაარჩინა იგი კიდობანში შესვლით. და ის კიდობნიდან რო გამოუვიდა, გახსოვთ რა დაემართა? მან დიდი ცოდვა ჩაიდინა. ამიტომ არ გვინდა სიმთვრალის გამო, გახსოვთ ამას წინებზეც გავარჩიეთ ეგა, ხო? რომ დათვრა და გაშიშლდა. ამიტომ არ გვინდა ენოქზე ძალიან ბევრი ვისაუბროთ. უბრალოდ გვინდა ვიცოდეთ, რომ რა მიზეზით იყო ის ღმერთში, რომ ღმერთმა რომ სამოთხეში წაიყვანა. იმიტომ რომ ის იყო ღვთისმოსავი ადამიანი. ისევე ღვთისმოსავი, როგორც ადამიანები შეიძლება იყვნენ, რაც ნამდვილად არის ისეთი ნამდვილად არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორიც ღმერთია. ჩვენ არ შეგვიძლია რომ ღმერთებად ვიქცეთ. არანაირად, ხომ? ეს სრულყოფა მოხდება, როცა ჩვენ წარვდგები და ავალთ ღმერთთან. გასაგებია? დიახ, მადლობთ. თუ გაქვს კიდე რაღაც დარჩენილი მოკლე კითხვები და შემდეგ ჩვენ მალე დავასრულებთ.